მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს დედის დღეს, ყველა დედას უსურვებ ბედნიერ დედობას, მივულოცავ ასევე დედაჩემს დედის დღეს. პირველ სამედიცინო რადიო მედეფემ 103 ეთერშია გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანი, ეთო პაპიაშვილთან ერთად. ყოველ ორ შაბათს 14 საათზე გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანში განვიხილავთ ცხოვრების ჯანსაღწესთან დაკავშირებულ საკითხებს. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ნარკომანიაზე, მის ხელისშემწყობ ფაქტორებსა და პრევენციის საშუალებებზე. დღევანდელ თემაზე გვესაუბრება ჩვენი გადაცემის სტუმარი, ექიმი ფსიქოლოგი ქალბატონი მანანა სოლოღაშვილი. გამარჯობათ ქალბატონო მანანა. თუ შეიძლება გითხრათ, როგორია საქართველოში ნარკომანიასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ყველას ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს და ვუსურვებ, რომ ამ პრობლემასთან ნაკლები შეხება ქონებოდეს. ახლა თუ ზოგადად საკითხის შესახებ სტატისტიკური მონაცემები როგორც ისეთი მთლიანი კვლევა საქართველოში თუ რა სურათია ნარკოდამოკიდებულების მხრივ, ერთიანი კვლევა სამწუხაროდ არ არსებობს. გვაქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ამერიკის საელჩოს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით სადღეისოდ შეიძლება ვისაუბროთ, რომ გვყავს 45,000 ინტრავენური ნარკომომხმარებელი და ზოგადად 250-დან 300,000-მდე ნარკოდამოკიდებული ადამიანი. ამაში იგულისხმება არა მარტო ინტრავენური, არამედ სხვადასხვა ფორმით. ხმარებელი. ასაკობრივი ჯგუფი თუ არის განსაზღვრული? სამწუხაროდ ახალგაზრდა ასაკზე უფრო მეტი წილი მოდის. ბოლო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაახალგაზრდავდა ნარკოდამოკიდებულება და მე მყოლია მაგალითად პაციენტი 16 წლის ასაკში მომმართველი, რომელმაც 12 წლის ასაკში დაიწყო მოხმარება, დიახ. და ახალგაზრდობაში ვგულისხმობთ, რომ თინეიჯერულ ასაკსაც მოიცავს უკვე 18 წლამდე და 18-დან 25 წლამდე ძირითადად ამ ასაკზე მოდის დიდი დატვირთვა ამ სტატისტიკური მონაცემების და პიკი შეიძლება ითქვას 30-35 წელზე, ანუ ახალგაზრდა ასაკზე სამწუხაროდ. დიახ, ქალბატონ მანანა, თქვენ ახსენეთ, რომ 12 წლის ასაკიდან დაიწყო ნარკოტიკების მომხმარება მოზარდმა. მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ ბევრია საქართველოში, ხშირად ამაზე საუბრობენ როგორც ფსიქოლოგები, ნარკოლოგები, ფარმაცევტებიც ასევე. მინდა გკითხოთ, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, ანუ ამ შემთხვევაში რა როლი აქვს მშობელს და ოჯახს ზოგადად მოზარდის მიმართ, რომ არ ჩამოყალიბდეს ის ნარკომანად, როგორია პირველი ნიშნები, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი რაღაც საფრთხის წინაშეა? დიახ. ზოგადად ნარკოდამოკიდებულად რომ ჩამოყალიბდეს ადამიანი, არა მარტო ოჯახს ეკისრება, გარემოსაც თანაბრად ეკისრება აქ ხო პასუხისგებლობა. და ახლა მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, აუცილებლად მიხვდება მშობელი, როდესაც შვილს რაღაცა ცვლილება შეატყობს ცხოვრების წესში, თქვათ რაღაცა აუცილებლად უცნაურად მოეჩვენება. საერთოდ სამწუხაროდ ყველაზე გვიან მშობელი იგებს, როდესაც მისი შვილი ნარკოტიკებს მოიხმარს, იმიტომ რომ შვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩეს, იმიტომ რომ იცის, რომ ეს ტაბუირებული, აკრძალული თემაა. მაგრამ თუ ჩვენი შვილი რაღაცა ზომაზე მეტად ან მხიარულია, ან პირიქით ძილად მივარდნილია, ან ზომაზე მეტად გაღიზიანებულია, ისედაც გარდატეხის ასაკისათვის თინეიჯერულ ასაკს, რასაც უწოდებთ, ისედაცაა დამახასიათებელი ეს ყველაფერი. მაგრამ აუცილებლად რაღაცა ერთი ნიშანი, სიმპტომი მაინც გვეცემა თვალში, თუ ყურადღებით მოვაკიდებით ჩვენი შვილის მდგომარეობას და მისი ინტერესებით ვიცხოვრებთ და დავინტერესდებით. და საკმარისია რომ რაღაცა ერთიც კი საეჭვო და უცნაურად მოგვეჩვენოს, რომ შეიძლება
გავამახვილოთ ყურადღება ახლა ზედმეტი ჩაკითხვები და ეჭვებიც ვერ გეტყვით რომ ახლა ამ საქმის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ახლა მშობლებმა ეს ისე გავაკეთოთ და ისე დავინტერესდეთ მის საქმიანობით, მისი დღის რეჟიმით, რომ არ გამოგვეპაროს მისი ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გადახვევა. დიახ, და ეს ნიშნებია, ზოგადად თქვენ ამბობთ, რომ ძილად მივარდნა გაღიზიანება, კიდევ რა შეიძლება რომ იყოს და რა უნდა აი შეიცვალა ცხოვრების წესი, თუ სწავლობს, სწავლაზე აიღო ხელით, ძილის რეჟიმი დაარღვია, ვთქვა, ინტერესების ნაკლებობა, დიახ, აი ძველი ინტერესების აღარ მოსწონს ბავშვებს. დიახ, აი იგნორირება ხდება და სამწუხაროდ დროთა განმავლობაში მხოლოდ ის აქვს მე საბოლოოდ ახალგაზრდას, როგორ მოიპოვეს როგორ და მთელი დღე მის გარშემო ტრიალებს. ქალბატონ მანანა, თქვით წაღან რომ მან ძალიან არ უნდა ჩავეკითხოთ, რომ შემდეგ არ გავაღიზიანოთ ალბათ უფრო მეტად მოზარდი, მაგრამ რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში მშობელმა, როცა ეჭვი გაუჩნდება, რომ მისი შვილი რაღაც არასწორ ქცევას ჩადის? ჩემი აზრით უნდა სპეციალისტს მიმართოს ჯერ კონსულტაციისთვის. და შემდეგ სპეციალისტთან გარკვევს როგორ ჯობია ურთიერთობა და აი ასე აუცილებლად უყურადღებოდ ნამდვილად არ უნდა დატოვოს თუნდაც ერთი უცნაურობა და ერთი გამოვლენილი სიმპტომიც კი. დიახ, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანი ეთერშია. გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანი ისევ ეთერშია. მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი ფსიქოლოგი ქალბატონი მანანა სოლოღაშვილი. ჩვენ საუბრობთ თემაზე ნარკომანია. ქალბატონო მანანა, ჩვენ წაღან ოჯახის როლი ვახსენეთ ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენ წაღან ასევე საუბრისას თქვით, რომ გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, გარემოც სადიზდება ბავშვისთან აქვს ურთიერთობა და ასე შემდეგ, ესეც ძალიან საყურადღებოა. იქნება ამ თემაზე უფრო ვცლად გვესაუბროთ. გარემო რა თქმა უნდა მნიშვნელოვან ფაქტორის როლს თამაშობს ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და გარემო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკისათვის და მოზარდობის ასაკი არის ჩვენი ცხოვრების თითქმის მეორე 10 წლეული დაწყებული დაახლოებით 10-12 წლიდან 21-22 წლამდე გრძელდება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი ადამიანის ჩამოყალიბებაში. ამ პერიოდში მთელი რიგი ცურები ხდება, როგორც მის ფიზიკურ სხეულში, 21 დამატებითი ჰორმონი გამოიყოფა და შეიძლება ითქვას, რომ აი რევოლუციური ქარიშხალია ამ ჰორმონული ცურების მის ორგანიზმში, ასევე მის ფსიქიკაშიც. ფსიქოლოგიური გაწონასწორება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად ხდება მისი სოციალიზაციის მისი ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ანუ მისი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. მოზარდობის პერიოდისთვის დამახასიათებელია ეგრეთ წოდებული კუტოკებთან მიკუთვნებულობა. ეს ნიშნავს, რომ აქ ყველაზე მეტი ნდობა მოზარდს აქვს მეგობრის, თანასწორის და აი ამ დროს არის გასათვალისწინებელი ის ფაქტორი, თუ ვის გაიხდის ავტორიტეტად. სასურველია, რომ ავტორიტეტი ოჯახში ახლო ყავდეს მას, მშობლის, თუ მშობლებს შორის ვერ მოიძებნა ბიძის, ვთქვათ, მწვრთნელის და ასე შემდეგ. ანუ თავისუფალი დრო ნაკლები უნდა გქონდეს, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრობს და აქ უკვე ოჯახსაც აი ამ მიმართულებაში დიდი როლი ეკისრება, რომ მართალია ძალიან რთულია ამ ასაკში ურთიერთობა ყველაზე მეტად კომუნიკაცია მშობლებთან უჭირს, იმიტომ რომ უფრო ორიენტირებულია მეგობრის და გარემოზეა ორიენტირებული, მათთან ატარებს ყველაზე დიდ დროს, მაგრამ ამ დროს ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, ანუ რაღაცა ოქროს შუალედი უნდა მოინახოს შვილთან
ურთიერთობის. ანუ გახდნენ შვილების მეგობრები. აუცილებლად მათი მშობლები ინტერესები, დიახ, მეგობრებიც უნდა გახდნენ, მათი ინტერესები დაინტერესდნენ. ის მუსიკა მოისმინონ, რაც არ უნდა არ მოწონდეთ, რაც მათ შვილებს მოწონთ. და ასე შემდეგ. და გარემო იმდენად, რამდენადაც თუ ჩვენ ოჯახმა, მშობლებმა ვერ შევძელით მისი სულიერი სამყაროს შევსება რაღაცა უკეთესით, გარემოში აუცილებლად მოძებნის გარედან შემავსებელს ნარკოტიკის, ალკოჰოლის სახით და პირველ რიგში ეს ნიკოტინს ეხება ხოლმე, სიგარეტით იწყება ჩვენი დამოკიდებულების დაავადება. და აი განგაშის არები ალბათ მაშინ უნდა შემოვკრათ თუ შევამჩნევთ რომ უკვე სიგარეტს ეწევა. არსებობს ესეთი თეორია, კარიბჭის თეორია, გეითვეი თეორია უწოდებენ, რომ აი მოსაწევიდან, ვთქვათ, ალკოჰოლური სასმელებიდან აუცილებლად უფრო მძიმეზე გადადის მოზარდი და აი ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. და გარემოში თუ ეხლა მე არაპირდაპირ აღზრდის მეთოდსაც შევეხე. ანუ თუ ავტორიტეტული აღზრდა და ავტორიტეტი ყავს, ძალიან კარგია რომ იდენტიფიცირებას მოზარდობის ასაკში მასთან გაივლის თუ არა და შემდეგ უკვე ქუჩაში შეიძლება არასასურველი ავტორიტეტებთან გაიაროს იდენტიფიცირება. რაც არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანს აუცილებლად. და იმისთვის რომ ოჯახში ავტორიტეტი შეიქმნას რა არის საჭირო, რა უნდა გააკეთოს მშობელმა? მშობელი თვითონ უნდა იყოს მაგალითი, შეგონებაზე მეტი ცხოველი ძალა აქვს მაგალითს. როდესაც მამა ან დედა შვილს უშლის სიგარეტი არ მოწიო და თვითონ ამის მაგალითს აძლევს და თვითონ ეწევა, ეს უხეში მაგალითი მომყავს. თუმცა ვერავითარი კარგი მაგალითი ვერ არის, ხო? შვილის გულზე გამავალი გზა მშობელზე უკეთესად არავინ არ იცის და ეს ასე რომ იყოს, უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენ შვილებთან, ვიმეგობროთ. ეხლა კიდევ შევეხე არაპირდაპირ აღზრდის მეთოდს, რომ ყველაზე მეტად მეგობრული აღზრდის მეთოდი ამართლებს. ამას ფსიქოლოგები ერთხმათ ამაზრს ეთანხმებიან, რომ ყველაზე მეტად გამართლებული ეს არის და როდესაც ნარკოდამოკიდებულივით ყალიბდება, ასეთ ოჯახზე ამბობენ, რომ იქ ალბათ მშობლები იყვნენ ან იმპერატიულები, დირექტიულები, ანუ შეიძლება ცოტა ზედმეტიც ვთქვათ დასჯა, რომელიც აი ფსიქოლოგიურ ძალადობაში გადადის, აი ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებიც ძალიან ხშირად არიან, ეს მოწყვლადი ჯგუფია მოზარდების, რომლებიც შემდგომ ნარკოდამოკიდებულები, ალკოჰოლ დამოკიდებულები ხდებიან. და ესე იგი, აქედან გამომდინარე, არასასურველია ჩაურევლობით აღზრდა ან პირიქით ჰიპერმზრუნველობა, რომელიც ზღვარს ვეღარ ხვდებით მშობლები და ფსიქოლოგიურ ძალადობაში გადაგვეზრდება ხოლმე. შვილის მაგივრად წყვეტთ, რა უნდა ჩაიცვას, რა უნდა ჭამოს, სად უნდა ისწავლოს და ასე შემდეგ და 40 წლის ადამიანიც რომ ისევ დედაზეა და მამაზეა მიჯაჭვული და მის აზრს ელოდება როგორი ცხოვროს და რა გააკეთოს, აი ეს არის კლასიკური მაგალითი ჩვენი ქართული მენტალობის, რომ ვერ ვანთავისუფლებთ, განსაკუთრებით დედებს გვახასიათებს ეს, რომ მიჯაჭვული ყავს და ფსიქოლოგები ამას ეძახიან ჭიპლარი არაა დედაშვილს შორის გადაჭრილი და უნდა გადაიჭრას ოდესმეო, რომელიც 4 წლამდე უნდა მოხდეს ეს მიჯაჭვლობის მოხსნა, რაღაც დამოუკიდებლობა მიწეს შვილს. ქალბატონო მანან, თქვენ ახლა რაც საუბრობთ, ეს ერთგვარად პრევენციის საშუალებებიც იყო. კიდევ იქნებ დავამატოთ რა პრევენციის საშუალებები არსებობს და რა რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს და ზოგადად ნარკოდამოკიდებული ადამიანების ახლობლებს მათთან ურთიერთობისას. დიახ. პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემის აზრით ნარკოდამოკიდებულების საკითხს როცა ვიხილავთ და რატო ჯობია არასოდეს არ გასინჯოს ნარკოტიკი ახალგაზრდა რომ არ გახდეს მასე დამოკიდებული, ვიდრე გასინჯოს და მთელი ცხოვრება თავის თავთან, თავის დაავადებასთან თუ დაავადებულად ჩამოყალიბდა
უხდება ბრძოლა სამწუხაროდ, რაც უფრო რთულია, იმიტომ რომ ქრონიკულია დაავადება ნარკოდამოკიდებულება, როგორც ვიცით და მთელი ცხოვრება უწევს ოჯახსაც და თვითონ ნარკოდამოკიდებულსაც ამასთან რომ იბრძოლოს და შეინარჩუნოს ერთხელ მიღწეული რემისია. მით უმეტეს რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი სარეაბილიტაციო პროგრამებით და თუნდაც დეტოქსიკაციაც ხელმისაწვდომი ყოველთვის არ არის. და იქნებ ერთი ორი სიტყვაც ამასთან დაკავშირებით გითხრათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. აუცილებლად დავიწყებ ჯერ პრევენციით. დიახ. მე მქონდა საშუალება გავცნობოდი ამერიკის და ევროპის სკოლებს. ისინი როგორ აკეთებენ ამას. ძალიან საინტერესო იქნება თუ შევატარებთ. და ჩვენზე წინ არიან, რა თქმა უნდა, ისინი და მათ გამოცდილებას ვიზიარებთ და ვცდილობთ, რომ ადაპტირება მოვახდინოთ. ცოტა რთულია ჩვენი ქართული მენტალიტეტი და რატო? ევროპასა და ამერიკაში ძირითადად მონონარკოდამოკიდებული ყავს, მონონარკომანი, ასე ვთქვათ, ერთ რაღაცაზე აქვს დამოკიდებულება. სამწუხაროდ ჩვენთან პოლინარკოდამოკიდებულები ყავს. რას ნიშნავს ეს? ერთ ბაშად, ერთდროულად ხმარობენ. ანუ ექსპერიმენტული მოხმარების პერიოდში სხვადასხვა რაღაცას გასინჯავენ და სამწუხაროდ შემდეგ ამ სხვადასხვა რაღაცაზე ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი, შეიძლება იყოს მოსაწევი ჰალუცინოგენი, სტიმულატორი, დეპრესანტი და ასე შემდეგ. და ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მხრივაც. როდესაც ხელმისაწვდომობა ნარკოტიკებზე შემცირდა, ეს რგოლი კარგად მუშაობს განსაკუთრებით ჩვენთან. თუმცა ევროპა გაგვიზიარა, აი შვეიცარიელებმა გაგვიზიარეს 4 სვეტის მეთოდი. ეს ნიშნავს, რომ ნარკოდამოკიდებულება თუ გვინდა, რომ რაღაცა წარმატებები გქონდეს ამ მიმართულებით, უნდა ეს 4-ვე მიმართულება, რაც არის პრევენცია, კურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და ნარკოტიკების მოწოდება, ანუ სამართალმიმართება ნარკობრუნვასთან დაკავშირებით, ყველა ეს 4-ვე მიმართულება უნდა თანაბრად მუშაობდეს ქვეყანაში. ჩვენთან მხოლოდ სამართალმიმართებაა სამწუხაროდ უფრო კარგად განვითარებული მიწოდების შემცირება და დასჯაზე ვართ ორიენტირებული, რაც მაინც ვერ ვიტყვი რომ კარგად მუშაობს, იმიტომ რომ თუ ვაღიარებთ რომ ნარკოდამოკიდებული დაავადებულია და 2002 წელს 2 წლიდან ჩვენი ქვეყანა აღიარებს რომ ნარკოდამოკიდებული დაავადებულია, მაშინ დასჯაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. უნდა ვიყოთ ორიენტირებული მათ მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე და თუ მიწოდება შევამცირე, არ ნიშნავს რომ შევამცირე ან ციხეში ჩავსვი ისინი. მე ციხეებშიც მიწევს 2001 წლიდან დღემდე მუშაობა, ნარკოდამოკიდებულ ქალებთანაც დღემდე მუშაობ მე ციხეშიც და ციხის გარეთაც, მათთან რომ თავისუფლდებიან იმის შემდეგ და 2011 წელს აი 60% ციხის იყო ნარკოდამოკიდებული ციხეში 2011 წელს 60% მსჯავრდებულების. ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩავამწყდიეთ ციხეში და შევამცირეთ ნარკოდამოკიდებულებაო ვიძახით. არ არის ესე სამწუხაროდ. ქალბატონო მანანა, ეხლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ისევ განვაგრძობთ თემას, უფრო ბრწყლად ვისაუბროთ ამ თემაზე. ეხლა კი რეკლამის დროა. ჯანმრთელობის არჩევანი ისევ ეთერშია, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ექიმი ფსიქოლოგი, 12 ნაბიჯის მეთოდიკის თერაპიის ინსტრუქტორი ქალბატონი მანანა სოლოღაშვილი. ქალბატონო მანანა, ჩვენ წაღამსაუბრობთ პრევენციაზე და თუ შეიძლება უფრო განვავრცოთ პრევენციის საშუალებების ჩამონათვალი. დიახ. პრევენცია ყველა ფსიქოლოგი ერთხმად ვაღიარებთ, რომ ოჯახში უნდა დაიწყოს. რატომღაც მიღებულია, რომ საპრევენციო
საპრევენციოდ აი უფროს კლასელებთან. მინდა გითხრათ, რომ იქ უკვე დაგვიანებულია. აი ძალიან პატარა ასაკში, 5-6 წლის, 7 წლამდე ოჯახში მშობლებმა უნდა დაიწყონ ამაზე საუბარი. არა უშუალოდ ნარკოტიკზე და მის გართულებებზე შეშინებაც არ არის ეს კარგი მეთოდი, იმიტომ რომ საშინელი ბავშვისთვის უფრო საინტერესო შეიძლება გახდეს. არამედ იმითი რომ ვთქვათ, უცხომ რაღაცა მოგაწოდა ეს აბი იქნება რაღაცა რომ არ უნდა აიღო, რომ არ იცი რა არის პირში, არ უნდა ჩაიდო, ასევე სიგარეტზე შეიძლება და ასე შემდეგ. და პროფესიონალური დახმარება პრევენციის სახით, ანუ ფსიქოლოგების რასაც ტრენირებას ვეძახით, ტრენინგები უნდა ჩატარდეს აუცილებლად ლატენტურ ასაკში და არა თინეიჯერულ ასაკში, როცა ნებისმიერი აკრძალვა და ნებისმიერი ხსენება ნარკოტიკის უკვე რეკლამასავით ჟღერს თინეიჯერულ ასაკში. ეს მინდოდა მეთქვა და რაც უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით წარმართავთ ჩვენი შვილების ცხოვრებას, მით დიდი იქნება ეს არის თვითონ უკვე პრევენცია. რაღაცა ალტერნატივები უნდა შევთავაზოთ. თუნდაც სპორტის სახით, აი მიდრეკილებები ჩვენი შვილის ინტერესებით თუ ვიცხოვრებთ, გვეცოდინება რისკენ აქვს უფრო მიდრეკილებები და სწორი ორიენტირი იქით უნდა გავავლოთ, რომ ინტერესი კონდეს გარდა ვთქვათ ძირითადი საქმიანობისა, რაც მის კომპეტენციაში შედის, ეს არის სწავლა, ხო? ამის გარდა რაღაცა სხვა უნარჩვევებიც ანუ უпроსტად ხელი შევუწყოთ, რომ ის უნარჩვევები ჩამოუყალიბდეს რისი მონაცემებიც უფრო მეტად აქვს. და ესეც არის ერთგვარი პრევენცია, როდესაც თავისუფალი დრო ნაკლებად დარჩება ქუჩაში. დიახ, და რაღაც მიზანი აქვს და იმისნისკენ მიდის ბავშვი. და ჩვენ მთელი ოჯახი თუ ვიქნებით დარაზმული ამ მიზნის შესასრულებლად, ეს ყველაზე საუკეთესო პრევენცია იქნება ჩემი აზრით, რომ ისი სულიერი სამყარო ნატურალური შეგრძნებებით შევავსოთ და გარედან შემავსებელი ძებნა არ დაიწყოს ნარკოტიკის სახით. დიახ, და იგივე მინდა დავამატო იგივე თუნდაც სპორტზე სიარულის დროს ცეკვა იქნება თუ სხვა ხელოვნების სხვა დარგებში ბავშვს ეყოლება იგივე გარემოს წარმომადგენლები მეგობრებად და არა ქუჩიდან და რაღაცა სხვა მიმართულების და მიდრეკილების თანატოლებთან ურთიერთობა. დიახ, ქალბატონ მანა, წეღან თქვენ საუბრობდით ციხეებთან დაკავშირებით პროგრამაზე და თუ შეიძლება რომ გითხრათ უფრო ვრცლად რა პროგრამას ახორციელებდით ციხეებში და ამ ეტაპზე როგორ მიმდინარეობს თქვენი მუშაობა? 2005 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა კლუბი პეონის ინიციატივით და სასჯელ ახსრულების სისტემის ხელშეწყობით გაიხსნა ქალთა ნომერ მე-5 დაწესებულებაში თერაპიული განყოფილება ატლანტისი, რომელიც არის 12 ნაბიჯის მეთოდიკაზე დაფუძნებული ერთი დიდი ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამა. 2006 წელს დონორების ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ასეთივე ცენტრი ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით გაიხსნა ქუთაისის ნომერ მე-2 სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში და უკვე 2007 წელს თვითონ იუსტიციის სამინისტროს სასჯელ ახსრულების დეპარტამენტის ხელშეწყობით ჩვენი მომზადებული კადრები თვითონ გახსნეს უკვე, ეს იყო პრეცედენტი, რომ სახელმწიფომ აიღო თავის თავზე აი ციხეში ნარკოდამოკიდებულებთან სამუშაო ცენტრის გახსნა. სამწუხაროდ ამ პროგრამამ 2011 წლის ბოლომდე დონორების ხელშეწყობით იარსება. 2010-2011 წლებში ევროკავშირის ხელშეწყობით გქონდა ამ მიმართულებით ინსტიტუციონალიზაციის პროექტი, რომელიც გულისხმობდა, რომ უნდა ესე იგი სხვადასხვა ციხეებში გავრცელებულიყო და ციხიდან განთავისუფლების შემდეგაც უნდა გააგრძელოს ადამიანმა, ხო, სადღაც ეს 12 ნაბიჯის მეთოდიკა, ეს არის სიფხიზლეში მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ეხმარება ადამიანს, რომ ერთხელ მიღწეული რემისია შეინარჩუნოს სიცოცხლის ბოლომდე და საბოლოო მიზანი აი 12 ნაბიჯს რომ გაივლის ადამიანი მე-12 ნაბიჯზე მყოფი გარდა იმისა რომ თვითონ უკვე მიაღწია რემისიას უკვე სხვას ეხმარება უკან მომავალ ადამიანს რომელიც ჯერ ისევ მოიხმარს ნარკოტიკს და ამის
საბოლოო მიზანი ამ პროგრამის ფსიქორეაბილიტაციის 12 არის თვითდახმარების ჯგუფების სამუშაოება. ეს ცოტა გაჭირდა ჩვენს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო, იმიტომ რომ თუნდაც ორი ერთად შეკრებილიყო ჩვენს გარეშე, ჩვენ კიდევ ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად მათი უფლებები დაგვეცვა და ადვოკატირება მოგვეხდინა და ჩვენს გარეშე შეიკრიბებოდნენ თუ არა, ქონდა ამისი მაგალითებიც, რომ იქ ჩასაფრება ხდებოდა და შემდეგ მათი სამართალ მიმართებაში დიახ პასუხისმგებლობის ბაში მიცემა სამწუხაროდ და აი ამიტომ ეს თვითორგანიზაციებად ყალიბდებოდნენ და სხვათა შორის სულ ახლახან შეიქმნა თვითორგანიზაციების საქართველოს ქსელი გამგეობის თავმჯდომარე ყავს ეს ჩემი ძირითადად ძალიან ბევრი არიან ჩემი ყოფილი პაციენტებიც, ანუ მათ მთელი ცხოვრება ქვიათ გამოჯამრთელებადი ნარკოდამოკიდებული და რატომ? იმიტომ რომ ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადება, სამწუხაროდ განკურნება სრული არ ხდება, თუმცა რემისიის მიღწევა შეიძლება და აი ამ სწორედ აი ამ 12 ნაბიჯის მეთოდიკა ამაში ეხმარება ადამიანს, რომ შეიცვალოს აზროვნება, პიროვნულად შეიცვალოს და უკვე სხვას დაეხმაროს და როდესაც სხვას ეხმარება, აი ეს არის თვითდახმარების ჯგუფი და როდესაც ხის გამოჯამრთელებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ამითი პირველ რიგში საკუთარი სიფხიზლის პასუხისმგებლობას იღებს, რომ ის არის წინა კაცი და აღარ აქვს უფლება, რომ მას ცუდი მაგალითი მისცეს და ამიტომ საკუთარ რემისიაზეც იღებს და საკუთარ სისუფთავეზეც პასუხისმგებლობას და ამდენად ძალიან მისაღები და ძალიან ფართოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში ეს მეთოდი და მილიონობით ადამიანები ინარჩუნებენ სისუფთავეს აი ამ მეთოდიკის დახმარებით. და ეს ჩვენთან საქართველოში უკვე შეიქმნა და არსებობს ამის პრეცედენტი ქალბატონო. დიახ, არსებობს სამწუხაროდ ციხეებში არ გაგრძელდა 2011 წლის შემდეგ, იმიტომ რომ სახელმწიფომ რომ აიღო თავის თავზე, ეს ნიშნავს რომ დონორებმა უკვე უარი გვითხრეს ფინანსურ მხარდაჭერაზე და ამის გამო ჩვენ ციხეებში ვეღარ გავაგრძელეთ მუშაობა, თუმცა ციხის გარეთ თვითდახმარების ჯგუფი მუშაობს, თვითორგანიზაციებიც იგივე გამოჯამრთელებადი ნარკოდამოკიდებულებისგან შედგებიან და მე მოხალისეობის პრინციპზე დღემდე ვმუშაობ მათთან. დიახ. ქალბატონო მანანა, რას ურჩევთ ზოგადად საზოგადოებას ნარკოტიკებთან და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით? სტიგმა არსებობს. სტიგმა დისკრიმინაცია ჩვენ საზოგადოებაში ეს ნიშნავს რომ 70%-ზე მეტი ადამიანი მათ კრიმინალებად აღიქვავს, არ აღიქვავს როგორც დაავადებულ ადამიანებად და ეს სტიგმა შემდეგ დისკრიმინაციაში გადადის, მათ ორს ეუბნებიან, ვთქვათ, სამსახურზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საზოგადოებას ვურჩევ, რომ გაითავისონ ეს პრობლემა. 250-300,000 ნარკოდამოკიდებული ეს ჩვენი ოჯახის წევრები არიან, ჩვენი ახლობლები არიან და თუ ჩვენ გაგებით არ მოვეკიდებით ამ პრობლემას, აუცილებლად ჩვენც შეგვეხება, დღეს თუ არ გვეხება, ხვალ მაინც ვიყოთ გამგები, გარდა ამისა, საზოგადოებას და მათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ვისაც ხელეწიფებათ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღონ, მათ ვურჩევ, რომ აი რა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ 4 მიმართულებით თუ არ ვიმოქმედეთ, ისი აზრი არ აქვს მარტო სამართალ ნარკოკანონმდებლობის გამკაცრებას, იმიტომ რომ რაც არ უნდა მკაცრად მოექცე, არის ეს ქვეყნები, რომ თავის მოჭრით და სიკვდილით განაჩენით მთავრდება ეს ნარკოდამოკიდებულება, მაგრამ ამის გამო იქ ნარკოდამოკიდებულები არიან მაინც, ანუ შიში და დასჯა არ კურნავს ადამიანს და ვურჩევ მათ ვისაც ეს ხელეწიფება, რომ იზრუნონ იმაზე, რომ ამ ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი მკურნალობაც, რეაბილიტაციაც, პრევენციული რგოლი ძალიან მოისუსტებს და საჭიროა გაძლიერება, სკოლებიდან უნდა იწყებოდეს აუცილებლად, ეს შეიძლება საგნათაც კი დაინერგოს და აუცილებელია, აი ამას ვურჩევდა.
ყველა დედას ურჩევ, რომ უფრო იმეგობროს თავის შულთან, არა მარტო დედას, მამებსაც და მაგალითი მისცენ თვითონ საკუთარ შვილებს და არა შეგონება. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა გადაცემაში სტუმრობისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ექიმი ფსიქოლოგი 12 ნაბიჯის მეთოდიკის თერაპიის ინსტრუქტორი ქალბატონი მანანა სოლოღაშვილი. ჯანმრთელობის არჩევანი ერთი კვირით გემშვიდობებად გვისმინეთ ყოველ ორშაბათს 14 საათზე ტალღაზე MED-FM 100.3. ჩვენ ისევ ვისაუბრებთ ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ საკითხებზე.